გამარჯობათ, მოკლედ დაგიბრუნდით დიდი ხნის პაუზის შემდეგ. დღეს გვექნება მაგარი აპგრეიდები რა. ჩამოვიდა სპორტული ნაწილები ჩვენი მოტოსთვის და ყველაფერს დავაყენებთ ნელ-ნელა. დავაპგრეიდებთ ისე ვთქვათ. პირველი ჩამოვიდა ესეთი სპორტული ჩიბუხი. ესეთია. ნიბის ფირმის არის. ესეთი ყვითელი. ესეთი. მოკლედ ახლა ძველს მოვხსნით და დავაყენებთ ამას. მოკლედ, ესე დადგა ჩვენი სპორტული ბაბინა. ესე. მოკლედ, შემდეგი გვაქვს ჩვენი კარბურატორი. სპორტული კარბურატორი ნიბის ფირმის ორიგინალი. ეს არის ნიბი PVK-30. ისეთი. კაი. მოკლედ ამას მოხსნით, ბევრი არაფერი საინტერესოა, რასაც სულ ორი ხამთით არ გადაჭერილი აქ იქიდან კარბურატორი. ამას მოხსნით და ჩავდგა. ეს ასე მოხსენით. აი, სამხელოს ხოვა ეს ახალი. ეს ძველი. ეს იქნება სასწაული. დავიდა. დავცხეთ ახლა ჩავაყენოთ ეს. მოკლედ, ესეთი რაღაცა გამოგვივიდა. ჩიბუხი. ბაბინა ადგილზეა, სოჭა ადგილზეა. ესეთი გამოვიდა ჩვენი ხეცი კარბურატორი. მოკლედ ვერ ვიწვალე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოვიდა. მოკლედ, თუ იმე დააყენებთ ეს რამეს, ეს სპორტულ კარბურატორს გულისხმობ, აი ესენი უნდა მოხსნა, უეჭველი და ისე უნდა დააყენო რა. ზოგი ცდილობს რომ არც ეს მოხსნას ეს პლასმასი რაშიც წინა ცხვირი იჯდება და უკანა თავისთავად რა. მაგრამ უეჭველი წინა ცხვირი უნდა მოხსნა. ცხვრის ჩასვა, მერე აქ ჩასვა უკანა მხარეს და მერე ბოლტებით გადაუჭერ წინიდან. მერე უკვე ადვილია შედარებით. მოკლედ ეხლა დავადგავ ბაქს და ნელ-ნელა დავაერთებ ყველაფერს. აი აქედან აი ესე. ჩანს ყველაფერი. შლანგებიც არ დამეერთებია ჯერ, რეგენერის ჩვენი ფილტრიც. მოკლედ ესე გამოვიდა, ესე დადგა ბაკი. აი ეს გამოიყურება ჩვენი სპორტული კარბურატორი. მოკლედ კარბურატორის შემცველი არის აი აქ. აი აქ. აი ეს არის შემცვლელი, რასაც ხედავთ. აქეთ იქედან აქვს ორი ზევიდან დამატებითი შანგის დასამაგრებელი. ხო, რავი, თუ ვინმე გადაწყვეტ რომ დააყენოთ, ზევიდან ორი ცალი რაც აქვს, იქიდანაც აქვს და აქეთ მხარესაც აქვს, ერთი აქ არის. და მეორე მხარეს აი მეორე აქ არის. ესა მეორე. მოკლედ ესენი ყოფილა როგორც მე გავარკვე, რა თქმა უნდა, საჰაეროები. პირველ საჰაეროში ჩავაერთე, რა თქმა უნდა, შემეშალა, არ ვიცოდი. ეს ჩავაერთე და აქედან იღებდა საწვავს. მაგრამ მაინც დაიქოქა. ყველაზე გადაობა ეგ არის. ხო და მე დავამუღამე, რომ თურმე საწვავის შემცველი აქ იქეთა მხარეს ცალკე. იმაზე ეკეთა წითელი რაღაცა. პატარა პლასმასი ეკეთა წითელი და მეთქი რაღაცა სარეზერვოა და თურმე შენც არ მომიკვდა ეყოფილა შემსვლელი. მოკლედ ხო და საიდან დავუსკვენი რომ ეგ იყო შემსვლელი. მე რომ დავქოქე, აქ მქონდა ჩაერთებული პირველში. აქ მქონდა ჩაერთებული საწვავი და საწვავი იწყებდა გადმოსვლას, ხო და
თავიდან მეთქი ალბათ ტივტივა ხო არ არის რაღაცა ისენი ქვევით კარბურატორში და სერჩე და ვიღაცა ღვთისმიერს ედო ვიდეო რო ეს ორი არის საჰაერო და იქით მხარეს არის საწოვის შემსვლელიო ხო და მოკლედ ამის მერე გვეცოდინებო დანარჩენი სტანდარტულად აქედან მოდის საწოვის ფილტრი აქ არის ხა ამას კიდე დავალაგებ ლამაზად ესე არ იქნება რა თქმა უნდა მოკლედ ესე სპორტული კომუტატორიც დავაყენე მაფერი დაყენება ჩაერთებ შტეკერებს და ეგ არის დიაფე ეჭიდება აქ რეჟიმების გადასართველი აქვს თავისი მოკლედ ახლა დავიწყებთ საჭის გალამაზებას ახალი ნიბის ფირმის ესეთი სპორტული გაზის სახელური შიგნით გოლგოლაჭი აქვს და ტრიალებს რა მოკლედ ეს ჩვეულებრივი სტანდარტული არ არის ხო აი ну ამის ჩვეულებრივი ეს ძველი კარბურატორი ამის მიხედვით ჩავაერთე ჩემი ჭკუით და მოკლედ ამას ჩვეულებრივ კარბურატორებს სტანდარტულებს ესეც ნიბის ფირმის არის მაგრამ ჩვეულებრივი კარბურატორია და აქეთან მხარეს აქვს შემსვლელი და მაქეთან დავასკვენი რომ იმასაც მაქეთან ექნებოდა შემსვლელი ну ზევიდან ორი ცალი შემსვლელი ოქონდა კი დამაეჭვა იმაზე მაგრამ ну მოკლედ ეს არის ძველი კაი დავსხეთ მოკლედ ახლა ამასაც ავაწყობ მე ესეთი გამოვიდა ჩვენი სახელურები ესეთი მაგარი ოპა ესეთი მაგარი გაზის სახელური გვაქვს ესე მოკლედ ახლა ცეპი უნდა გავურეცხო ცეპი გავურეცხოთ და დამცავსაც დავაყენებ უკან ცეპის დამცავს ესეთი ცეპის საწმენდი ორი ჩოთკის კბილის ჩოთკს გადააბო ერთმანეთზე და всё ცეპის საწმენდი გამოდის ესეთი დავწმინდავთ დიზელით იმიტომ ბენზინი ძალიან ძლიერი არ შეიძლება ბენზინი დიზელით გავწმინდავთ და გავამშრალებთ და შემდეგ შევზეთოთ ეხა შევზეთავთ და ეგ არის რა სად არის ოპა მოკლედ რა არის აქ არის სულ ეს იყო შემდეგზე უკვე დავტესტავთ ყველაფერი მზად არის დასატესტად ცოტა კარბურატორია დასარეგულირებელი სვეჩას მერე ნელ-ნელა შევხედავ რა მდგომარეობაში იქნება ეგ არის რა